ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი მინდა ახლა სტუდიაში მოვიწვიო. ბატონო შალვა, გთხოვთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ საგანგებო ბრიფინგი გქონდათ გუშინ და ვინ შეიძლება თქო ისაუბროს ფასების თაობაზე და გაძვირებულ ცხოვრებაზე თუ არა შალვა ნათელაშვილმა. დიდი მადლობა დიდი, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვუყურეთ, როგორ მიდიოდა ეს სანახაობა საპარლამენტო კომისიისა, სადაც იბარებდნენ ბიზნესმენებს და ამასობაში დაპირებული გაიაფების ნაცვლად ამ პერიოდში უცებ კიდევ უფრო მეტად გაძვირდა ცხოვრება. მოისმენდით ალბათ ირაკლი კობახიძის განცხადებასაც 10 ლარად 9 კილო ხორცის ყიდვის შესაძლებლობაზე. თქვენ ხომ არ აღმოგიჩენიათ სადმე ხორცი 10 ლარად? ალბათ კაცობრიობა უფრო მალე აღმოაჩენს არამიწიერ ცივილიზაციებს კოსმოსში, ვიდრე იმ ფასიან პროდუქტებს, რასაც გვისახელებენ აი ამ რეჟიმის კრიმინალური წარმომადგენლები. მინდა დავიწყო ღამის თქვენი გადაცემის აღნიშნული საინტერესო ფორმატი, კარგი ამბით, რაც გაახარებს სრულიად საქართველოში ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც სული არ მიუყიდია აი ამ კრიმინალიტეტს. გითხარით, კარგი ამბავი, კარგია თუ არის რა. ჩვენ მეგობრებო, ჩავშალეთ ივანიშვილის მაფიის მიერ დაგეგმილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილის ერიკ ტრამპის თბილისში ჩამოყვანის ავანტიურისტული გეგმა, რაც სურდა ამ რეჟიმს ჩამოეყვანათ. მოგეხსენებათ, ერიკ ტრამპი პირველი მეუღლიდან, ჩეხი მეუღლე რო ყავდა, მისი შვილი მართავს საოჯახო ბიზნეს Trump Towers ნიუ-იორკში განლაგებულს. იქ მოკლედ დიდი ენერგია დახარჯეს რეჟიმის მესვეურებმა, რომ თავიანთი ამ ფხაკაძეების, ამ ფაჩულიების და წულეების მეშვეობით ეყიდათ Trump Tower-ის მშენებლობის ლიცენზია იპოდრომზე, რომელიც ქალაქს წაართვა ფიძინე ივანიშვილმა თავის დროზე. ეს ლიცენზია იყიდეს და ამაში არაფერი პრობლემა არ არის, რადგან ეს კორპორაცია ყიდის ტრამპის სახელს და შემდგომ აშენებენ თავისი ხარჯით მყიდველებს. ეს იგივეა, რომ ტრამპის მაღაზიაში თქვა შეხვიდე და რამე იყიდო ნივთი, ახლა ეს გამყიდველი ხარ გადაგამოწმებს, ვინ ახარ, რა ხარ და რით სუნთქავ. და აი ეს სუნდოდათ გამოეყენებიათ სწორედ ტრამპის შვილის ჩამოსაყვანად აქ, დიდი ცამპა რუმპა, ტაში, ხვევნა კოცნა, თავიანთი გაგებით იქ სოლოლაკში და იქ თაბორის მთაზე აყვანა, ამ კრიმინალურ ოჯახთან შეხვედრა, ხელის ჩამორთმევები და ნუ მოგეხსენებათ, ეს იქნებოდა არა მარტო საქართველოსთვის ძალიან არასასიამოვნო, არამედ პრობლემებს შეუქმნიდა ამერიკის პრეზიდენტის ოჯახს და პირადად პრეზიდენტს, რომლის რეპუტაციას ჩვენ არანაკლებ ვიცავთ, ვიდრე მისი მომხრეები ამერიკაში. აღნიშნულის გამო ლეიბორისტულმა პარტიამ 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღე იყო, აცნობა ამერიკის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს რუბიოს, 100 სენატორს ორივე პარტიიდან და 450 კონგრესმენს ორივე პარტიიდან იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ტირანი, შეიძლება ითქვას თამამად ეს სიტყვა მასზე, ამზადებდა პროვოკაციას ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ და შესაბამისად ცდილობდა, რომ კორუფციული ხაზი გაეხსნა პრეზიდენტის ოჯახზე. თავხედობის დონე ნახე, ამას მოსკოვში გონია თავის, სადაც ჩაიტანდნენ კონიაკის ყუთს, თქვათ, დისერტაციას დაუმტკიცებდნენ, რაღაცას გაიჩალიჩებდნენ, იქ არის გაზრდილი და ვერ გამოდის იმ სამყაროდან. ნუ რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ოჯახის წევრები არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სახელმწიფო დაცვის სისტემებიდან და ურჩიეს ოჯახს, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო. ანუ ბატონო ივანიშვილო და ივანიშვილის ხროვა ბატონებო და ქალბატონებო. არაფერი არ გამოგივათ. ლეიბორისტულმა პარტიამ 14 წლის უკან დაიწყო დიდი გალავნის, სასანქციო გალავნის მშენებლობა ვაშინგტონში თქვენს წინააღმდეგ. თავიდან ეს არაერთხელ თქვით სერიოზულად არ მიიღებოდა ფართო პუბლიკის მიერ, დღეს ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკა გახდა ატლანტიკის იქით და აქეთ თქვენი დასანქცირების გზით მოცილება და მოხრჩობა. ამას ვერ შეცვლით. მოგადგათ 4 ტრიბუნალი, გაეროს სასამართლო, ჰააგის ტრიბუნალი, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, უნივერსალური იურისდიქცია, რომლის საშუალებითაც ყველა ქვეყანას შეუძლია თქვენზე გასცეს დაპატიმრების სანქცია.
გელოდებათ თუ დროზე არ ჩააბარებთ ძალაუფლებას, გელოდებათ საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია, აი ამ სანქციების შედეგად, რა დროსაც დააკავებენ ბიძინა ივანიშვილს თავის რომელიმე ბუდრუგანაში, სადაც იმალება ან აბასთუმანი ან ის რა ქვია ჭორვილა ან შეკვეთილი ან სადმე მნიშვნელობა რა აქვს, რა უნდა ის ვერ დაემალა რისხვას ირანის სულიერი ლიდერი, რომელსაც იცავდა უზარმაზარი არმია და სტრუქტურები და დამთავრდა ახლა ამისგან ყველა დაიფაროს ღმერთმა, მაგრამ დააკავებენ, როგორც მილოშევიჩი დააკავეს ბელგრადში და გადაიყვანენ ტრიბუნაზე. ასე დამთავრდება თქვენი ისტორია დროზე მოეგეთ გონს, გაეყარეთ ქვეყანას, დააბრუნეთ მიტაცებული ძალაუფლება, მის უდიდებულესობა ქართველ ხალხზე და აგეთ პასუხი ჩადენილი ქმედებებზე. ეს არის სულიერი ეროვნული სამართლებრივი და პოლიტიკური პრინციპების საკითხი. ეს ერთი კარგი ამბავი. მეორე კარგი ამბავი ამერიკის სამეცნიერო მთავარმა ჟურნალმა 2 დღის უკან დაადასტურა, რომ საქართველო არის ხორბლის სამშობლო. შულავერში ნაპოვნი ნეოლითის ეპოქის არტეფაქტების მიხედვით ეს რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ 28 ხორბლის ჯიშიდან 17 ქართული იყო, მაგრამ ეს ჩვენ ვიცოდით და არტეფაქტებით მაინც და მაინც არ იყო გამაგრებული და რა თქმა უნდა ესაც მოსალოცი ამბავია, თუმცა ჩვენი წინაპრები 8000 წლის უკან, როდესაც ხორბლის კულტურას და ცივილიზაციას მისდევდნენ, ვერასოდეს წარმოვიდგენდნენ, რომ 8000 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდოდა უჯიშო კრიმინალი ქართველი, ოკუპანტისგან, მტრისგან გამოგზავნილი და პურს ჩვენი არსებობისას მიუწვდომელს გახდიდა ხალხისთვის. პურში იგულისხმება ხორბალიც, რა თქმა უნდა, პროდუქტებიც და ყველა საკვები, რომლის შეძენის საშუალება ადამიანებს არ გააჩნია, აგერ აქ ითქვა, რომ ჩამოივლიან ბაზარს ერთ კონანს თუ იყიდიან ისაც დიდი წვალებით, ბავშვები ქრონიკულად უფერულები, მშივრები, გამხდრები ეხლა რო ადარებ ჩვენ პერიოდის ბავშვობას, ლოყა წითელი ბავშვები დარბოდნენ ქალაქში და სოფელში, მენატრება, აი ასეთი ლოყა წითელი ბავშვების ნახვა. სუსტებია ჩვენი ბავშვები, იმის გამო რომ აკლიათ ის რა ქვია, საკვები კალორიები აკლიათ და რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებს არ კონდეს საჭმელი ნორმალური ცხოვრება და ამდენი წელია დავდებთ 10 წლის წინ შევიტანეთ კანონ პროექტი უფასო კვებაზე, ერთჯერად კვებაზე სკოლებში. არაფერი არ იყო რამდენიმე კვირის უკან 100 მილიონის მანქანები შეისყიდეს ამ უსინდისოება. თან გამოაცხადეს, რომ გადასახადსაც არ გადავიხდით ბიუჯეტშიო. ამ ახალი მანქანები სადაც უნდა ჩადონ ერთი გაბენზურებული, არა მარტო ერთი, უამრავი გაბენზურებული ადგილი, ხო? და ამ დროს რა ქნეს? 2006 წლის წინ გამოშვებული მანქანები გააორმაგეს, ანუ ფაქტურად მანქანების ფასი გაიზარდა, დატოვეს უმუშევარი, უამრავი დილერი, მყიდველი, გამყიდველი, რეექსპორტის მიმდევარი, გააღატაკეს, გაუბედურეს ქვეყანა. ამის გარდა მარტო აი ბოლო თვეებში რა გააკეთეს, რასაც ვერც ერთი მტერი, თემურლენგი, შახაბასი თუ აღა მაჰმედ-ხანი ვერ მოიფიქრებდა. აკრძალეს ვენახების გაშენება კახეთში, რაც არც ერთ მტეს არ მოსული აზრად და გამოაცხადეს, რომ კერძო სექტორში მოწეული ყურძენი აღარ მიიღება ქარხნებში. ანუ ქარხნები მიიღებენ. საგანგებო ნებართვა ჭირდება. ქარხნები მიიღებენ მარტო ამ ბანდიტი ჩხაიძეების, ასკანელი ძმების, ამ ხარებას, ამ დუგლაზის, ამ მამაცაშვილის და აი ამ ბანდის ყურძენს და კახელი გლეხი, რომელმაც ეს კულტურა შემოინახა და ბრძოლები გადახდა და სისხლი ღვარა ამისათვის რჩება უფუნქციო, რომელსაც სადაც ჩამოართვეს ზურები და დატოვეს სახელმწიფოებრივი ყურადღების გარეშე. აი ამას რო კაცი გააკეთებს და ამას მოიფიქრებს, კაცი არა კაცი. იმას რა პოლიტიკაზე უნდა ელაპარაკო, რა გეოპოლიტიკურ მიმართულებებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სხვა შორის ამ ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი გაუგებრობა მოხდა, ეხლა თქვენ მანქანების თემა ახსენეთ, ხო? არა მხოლოდ ეგ პლასმასის ბოთლებიდან დაწყება, არ ვიცი, აი რაღაცა წარმოუდგენელი პლასმასის ბოთლები თავისთავად, ხო? წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები, რაღაც ნაბიჯები, რომელიც როგორც ასეთი მაინც მათ უბრუნდება. ახალგაზრდებზე მიიღეს კანონი, ინგა, რომლის თანახმადაც სავალდებულო სამხედრო გამოძახება უნდა ყველამ, ასე ვთქვათ, გაიაროს პუნქტუალურად. ამ დროს ბავშვები ზოგი სწავლობს. ზოგი საზოგადოებრივ არის წასული, რამდენიმე თვე იმუშაოს, ოჯახს რამე გამოუგზავნოს და არ აძლევენ საშუალებას, რომ ახალგაზრდობა მიარსებოს, განვითარდეს, გამრავლდეს, ოჯახების შექმნას და ამ დროს თავიანთი შვილები, გაქსუებული შვილები, ჩვენს ხარჯზე გაზრდილი და გალაღებული, აბა ერთი დამისახელეთ, ვინ იყო ჯარში?
და სამხედრო კომისარიატში ივანიშვილის შვილები, მამაცაშვილების, დუგლაძეების, იმ პარლამენტის წევრების, მინისტრების, პოლიციის უფროსების, პროკურორების, რომელი თანამდებობის პირის შვილია ჯარში დამისახელე და მე საჯაროდ ბოდიშს მოიხდი ამ თქვენი შემდგომი გადაცემიდან. არ არსებობს. გახადეს ეს სასჯელი ჩვენი შვილებისათვის, გითხრეს რომ ჩვენ არ გვეკადრება სამშობლოს დაცვაზე ზრუნვა, ეს თქვენი მოვალეობა, გადასახადების გადახდას თქვენი მოვალეობა, შიმშილის სატანას თქვენი მოვალეობა, მაღალი ფასები. ჯარისკაცებისგან მოპარული ფულის გამო 10 წლიანი სასჯელი, თვითონვე მათივე გადაწყვეტილება იყო ეს ყოფილ თავდაცვის მინისტრი. ხო, ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი შეიძლება კიდევ ყველაზე წესიერია ამ ბანდაში, იმიტომ რომ მოიპარავთ თქვათ 1 მილიონი, ხო? თამაც წაღებული აქვს მილიარდები, მათ შორის ჯარიდან, მათ შორის ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროებიდან, ნუ ეხლა ის რაღაცაში გაიჭრა და მისატანი არ მიუტანა, მოკლედ წილი, როგორც ხდება ხოლმე, იმიტომ ყველა დაჭერილი ამისები. ეხლა მე მაინტერესებს რო გამოდიან ეს დემაგოგები ამ რეჟიმის და აცხადებენ, რომ აი ის ოპოზიცია არ არის, იშლებიან, აი ჩვენ შეკრული გუნდი. რა გუნდი ეს არის? ნახეთ, ვინც მაგათთან იყო, ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია, ზოგი გაქცევას აპირებს. ვისთან ერთადაც მინისტრები, მოვიდა თავის პრემიერები, პოლიტიკური პარტიები, ვინც ყავდა 2012-ში, პოლიტიკური პარტიები ყველა ოპოზიციაშია და ქვები დაძდავენ ერთმანეთს, ეს არის გუნდი და ეს არის შეკრული. ესე კრიმინალების ბანდა უცხოეთიდან ტრისგან მართვადი, ნამართი, რომლის მიზანია საქართველოს არსებობა დაამთავროს და ეს სწორედ ამასთან დაკავშირებით ბარემ ამ თემასაც შევეხოთ, იცით თქვენ რომ რამდენიმე წელია დავდებთ ლეიბორისტული პარტიამ არაბულ დასახლებებს, რა ვიცი, კახეთიდან იმამდე ზღვამდე, მაგრამ ეს დევნა და ეს ჩართვები და ეს გაშუქებები წმინდა პროპაგანდისტული პრესის მიზნით კეთდება, რომ ნახონ იმ არაბმა ინვესტორებმა, მათმა საელჩოებმა, რომ აქ ხალხი უკმაყოფილოა. და ასევე ჩვენ ვაგზავნით წერილზე ამ პრემიერებთან, მინისტრებთან, საინვესტიციო კომპანიებთან, იგლ-ჰილიდეს, ალამბარები და ესენი, რომ არ გაბედოთ აქ ნიჩაბის დარტყმა, ვინაიდან რეჟიმი არის უკანონო, არალეგიტიმური, არაღიარებული, მისი გაფორმებული კონტრაქტები მათ შორის აი ესეთ ინვესტიციებში არის უკანონო, როგორც კი შეიცვლება ჩვენ გავაუქმებთ ამ კონტრაქტებს და თქვენ არბიტრაჟის საქმეს ვეღარ მოიგებთ. სხვაჩვეულის ინვესტორების თემა ძალიან საინტერესოა, არ ვიცი, ალბათ მოისმენთ ირაკლი რუხაძის განცხადებას. რუხაძემდე ბრიტანელები და ნებისმიერი სხვა ჰოლანდიელი არავინ არ მოდის აქ, ამას რუხაძე არ ჭირდება. არა, ეს საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მათი მთავარი დასაყრდენი იყო კაცი წლების განმავლობაში, მთავარი პროპაგანდისტული მანქანის მფლობელი იყო და ეს კაცი აცხადებს დღეს ამას. ხო, რუხაძეს ელოდება ციხე, ამის პირობას ვაძლევ, ეს იყო ივანიშვილის გებელსი, იმედის ერთპიროვნული დიქტატორი და ყველა სიბინძურის ავტორი და თანაავტორი და შესაბამისად, რაც არენაკლე მთავარია, პენსიონერთა გამძარცველი და მსოფლიო საპენსიო ისტორიაში პენსიონერებისათვის მაღალპროცენტიანი სესხის დამკანონებელი, რითაც ამანდა ივანიშვილმა მილიონები იშოვეს ჩვენი ბებიებისგან წაგლეჯილი პულით. ეს რა ნამუსით უნდა გამოდიოდეს და რა სინდისით უნდა აკეთებდეს ეკონომიკურ და სოციალურ პროგნოზებს, თუმცა წამოწდა სიმართლე, რომ ესენი არიან არაღიარებული, არა მარტო პოლიტიკურად და სტრატეგიულად, არამედ საინვესტიციო კუთხითაც ითვლება, რომ ამათთან ურთიერთობა არ შეიძლება, ხო და შესაბამისად აი ამ წერილებითა და აი ამ პროცესებით, რასაც გიყვებოდით არაბულ დასახლებების წინააღმდეგ, გავაჩერეთ. არ დამთავრებულა საფრთხე რეალობა იცევ, მაგრამ მოგეხსენებათ ფრთხილები ინვესტორები არ იჩქარეს, გამოწმებენ რაღაცებს არ ყვევენ. რამდენიმე კვირის წინ იყო თურქეთში ანტალიის ფორუმზე, აქ საქართველოს დელეგაცია და მსოფლიო პარლამენტართა კონგრესზე, იქ შეხვდა ეს პაპუაშვილი და სამხარაძე ამ საგარეო საქმეთა მინისტრს ემირათების და დაამშვიდეს, რომ ჩამოდით, ხალხი მოუთმენლად გელოდებათ, ეს წინააღმდეგობა ვითომ და რაღაცა მოგონილია, პროვოკატორებია, მავნებლებია, აი ესე დაგვახასიათეს და ეს რატო გამახსენდა კიდევ არასოდეს არ მავიწყდება, რა თქმა უნდა. სწორედ აი ამ რამდენიმე საათის უკან ჩამოვიდა სპეციალურად ემირათების სახელმწიფო მინისტრი, შეხვდა კობახიძეს, შეხვდა ამ აუბედით ქალბატონებს ეს ქრივიშვილებია თუ ბოჭერიშვილებია,
მაგათ ყველას ერთი გვარი აქვს, ან ივანიშვილები ან რაღაცა ეგეთი. ხო, შეხვდა და დაამშვიდეს კიდევ რომ შემოვიტანეთ ფული, შემოდით, აგერ აქ ვართ, აქ ყველაფერს მოგიგვარებთ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ემირათების ელჩი, რომელიც აქ არის მოკალათებული იმ რუსთაველზე რომ მისცეს ის შენობა, იმელის ყოფილი პარლამენტის შენობა, იქ აქვს ოფისი. არ გაბედოთ ნიშაფის დარტყმა ქართულ მიწაზე. 400 წელი არაბული ხალიფატი აქ ბატონობდა და საქართველოს გადარჩა მაშინ, როცა აღმაშენებელმა დაამხო თბილისში არაბი ამირა და ჩვენ ხალიფატს მეორედ არ დაუშვებთ, ისევ როგორც აღარ დაუშვებთ რუსეთიზაციას, თურქეთიზაციას, მონგოლიზაციას, სპარსეთიზაციას, აღარ დაუშვებთ, რადგან ჩვენ ისტორიამ ძალიან კარგად გვასწავლა ჭკუა და ისაც ზუსტად ვიცით, ვინ შეიძლება ქართულ მიწაზე ბოგინებდეს და ვინ არა. ბატონ შალვა, მოდით მითხარით თქვენი ამიტომ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ. იმ მინისტრს მათ შორის. კი ბატონო, ხვალ იქნება ამ კომისიის დასკვნა, მაინტერესებს ჯერ თქვენი შეფასება, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა, იმიტომ რომ როდესაც ამბობს რომ ათლარად მაგალითად ხორცი იყიდება, მან თავადვე იცის რომ ეს ასე არ არის. ფასების გასაიაფებლად შექმნილი კომისია საბოლოო ჯამში დასრულდა ისე როგორც ვნახეთ რომ დასრულდა და ხვალ იქნება დასკვნა. როგორ ფიქრობთ, რა ეწერება ამ დასკვნას? ინგა, ეხლა თქვენ არ გესწავლებათ ეგეთი ნიუანსები და მახსენდება ალბათ ყველას გვახსოვს ეგ ეპიზოდი ტომ სოიერის ელკბერის ფილმის თავგადასავლიდან. იქ თაღლითი ტიპი როა იმ ბავშვებთან და ლექციებს კითხულობს ალკოჰოლის მავნებლობაზე. სოფელ. და ამ ლექციების ფულს როგორც გაიღებს, იქვე გვერდზე სოფელში, დუქანში შევა და მაგრად გამოთრება. ლოთია რა, ჩვეულებრივი ალკოჰოლიკია. და ბოლოს გაშიფრავენ რომელიღაც სოფელში ამ თაღლითობას, შესოვენ ვირზე უკუღმა, შეასხავენ კუბს, მიაყრიან ამ ბუმბულს და ატარებენ ესე საზეიმო ვითარებაში, ესე მთავრდება ეგ ეპიზოდი მაგ უკვდავი მარკ ტვენის ნაწარმოებიდან. უხეში შედარება რო გავაკეთოთ, აი ეგ ვარიანტია. მაღაზიები ამათია. პროდუქტის შემოტანა ამათია. გასაღება ამათია. განაწილება ამათია. ქსელები ამათია. ეკონომიკა ამათია. პარლამენტი ამათია. კანონის მიღების პრეროგატივა მათია. აღმასრულებელი ხელისუფლება მათია. სასამართლო სისტემა მათია. და ვიღაც შედავებიან და ვის საქმიანობას სწავლობენ, ხალხო? არ არის 1000 წლეულის აფიორა ტრიუკი, რასაც ივანიშვილი იტყვის ხოლმე, რომ აი მე იქ პატარა ტრიუკი გავაკეთე, აი ტრიუკს გვეკეთებს რა ჩვეულებრივს და უნდა რომ აი ეს გაძვირების და საშინელი ცხოვრების პროცესები ხალხს გადაატანოს, გული გადააყოლებიოს. რომ აი ვითომ რაღაცა კეთდება, აი ვითომ ეხლა ზოგადი საუბარი ეხლა უფრო იოლია კონკრეტიკაც მნიშვნელოვანია რომ ამ ზოგადობას მივაყოლოთ. აი ხლა ვინ გაიაფებს და მის მიერ დაძვირებულ პროდუქციას და ვინ წავა სისტემის წინააღმდეგ, ხალხო? აგერ სია მოვიტანე ეს პატარა ლუსტრაცია ვისთან გვაქვს საქმე, რადონის ყაჩაღებთან. გასაგებია ის ივანიშვილი ღვთისმერიდან გადავარდნილია და რა თქმა უნდა მისი ადგილი არც ქართულ მიწაზე, არც ისტორიაში არ იქნება და მისი ადგილი ციხეშია, ეს ვიცით ყველამ კარგად, მაგრამ ის ვერაფერს ვერ შეძლებდა სისტემა რო არ ხავდეს გარშემო, რომელიც სისტემაც აი ამ სპექტაკლებს გვითამაშებს და ქართველებისგან სლის საქართველოს და ამ სისტემაში აი ეს ფიგურები არიან კონკრეტული. აგერ ახლა ამ კომისიის თავმჯდომარეა წინაზეც დავასახელე, მაგრამ ეხლა ახალი ფაქტები აღმოჩნდა. ბერეკაშვილი. აი ამ ფასების, სამართლიანი ფასების დამდგენი მილიონერი მოსკოვიდან გამოგზავნილი დავალებით რო ჩაეწერა ციაში და გამხდარიყო დეპუტატი, რა თქმა უნდა სპეცსამსახური რუსეთის როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს შევია. ორი კომპანია აქვს, ფილიგრინი და თეთრი კედარი. ორი სამშენებლო კომპანია. ამ ტიპს და 50 მილიონი მოგება დაფიქსირდა ბოლო პერიოდში პირადად მასზე. და ეხლა ეს ვინმეს შედავება, რამეს გაიაფებს, ვინმესთან კონფლიქტში შევა, სიმართლეს ეთქვის, ის რა ხმას გაიქნევს. დაბარებული ბიზნესმენები ყველანი მათნი არიან, ანუ ყველა მათია, ხომ ერთად შედან. დღე კომისიაზე შედან ერთმანეთთან არკვევენ დაძურობის ბიზნესებს. საარჩევნო შეხვედრებზე დიდი ნაწილი მათი გვინახავს. და ღამე ერთ რესტორნებში, ერთ კაზინოებში დუბაი ახლა დაიკეტა, მაგრამ პარიზში, ისტანბულში, მოსკოვში ერთად ყრიან, ეს ერთი წრი, ერთი კრიმინალიტეტია. აგერ ეს თქვათ ვინ არის კიდევ
ბოლო ყველაზე მაღალი მოგების მარჯის მქონე დეპუტატების სია მოგართვი. დუგლაძე, ეს ცნობილი დუგლაძე, აუბედითი ღვინის და ამ მთელი კახეთის მფლობელი ფაქტობრივი, მამაცაშვილის პარტნიორი და ივანიშვილის ოჯახის ბიზნესმენი 21 მილიონი მოგება. 21 მილიონი მოგება. ეხლა ამას შესტკივა გული იმაზე, რა ქვია, პურის და კალბასის ფაზზე ხალხო. აგერ მესამე უაზროდ რო იღრიჭება ანტონ ობოლაშვილი. ახალციხის ყოფილი მაჟორიტარი და უცვლელი დეპუტატი. ფარმაცევტული სფეროს მაფია, წამლები აგერ რაღის 10 ლარიღის იმაში რა ქვია თურქეთში და იგივე წამალი აგრის 100 ლარი. ამიტომ გადადის ხალხი და გადმოხს თურქეთიდან. სიაფის გამოც და იმის გამოც რომ აქაური წამლები არის უხარისხო, ხშირად ვადაგასული და დიაბეტიკები განსაკუთრებით ხშირად ჩევიან, რომ ეფექტი არა აქვს აქ ნაყიდე ანტიდიაბეტურს და გადადიან თურქეთში ან აცნობებით უყავთ იქ ბათუმში აფთიაქი ყოფილა, რომელსაც გადმოაქვს იქედან წამლები და იქ ყიდულობენ ამას. აი ამ დარგის მაფიოზა იმასა რა ქვია ქუთაისელ კურტანიძესთან და იმათან ერთად და აბა თუ ნამუსმა შეაწუხა და მივიდა იმ შობლებთან დიუშენის სინდრომი დაავადებული ბავშვების რომლებიც ეხლაც იქ სხედან და ითხოვენ იმას რომ ბავშვებს გაუხანგრძლივდებს სიცოცხლე ბედნიერება ამ ზიანეთში და ლოგიკა ნახეთ რა ადამიანურია რა კაცი ჭამიურია ამათი რომ ეგო არ არჩენსო დაავადებასო ერთი ვინმე მითხრას 80% დაავადებების რჩება? არ რჩება. უბრალოდ არის წამლები, რომლებიც აკეთებენ რემისიას და დაავადება გადაყოთ მიძინების სტადიაში. იგივე არის ათეროსკლეროზი, რომელთაც დაავადებულია, რა ვიცი, კაცობრიობის 2/3 და მთელი ეს წამლები კარდიოლოგიის დარგში არის ამ ათეროსკლეროზის შესაჩერებელი და არა მოსარჩენი, ეს არ რჩება. ეს არის მუდმივი. იგივე არის გასტრიტი კუჭის. რომელსაც სჭირდება პერიოდულად თქო გაზაფხულ შემოდგომაზე პროფილაქტიკური სიმჟავის დამწევი წამლის დალევა, მაგრამ არ რჩება ეს გასტრიტი. ისევ წამოუყოფს თავს. ამ მოტივით მაშინ უნდა კაცობრიობა გავწყვიტოთ. და არავითარი წამალი არ უნდა მივცეთ და არავითარი შეღავათი განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ ამის დახმარებას. ხო და აი ამ ესე იგი ამ ობოლაშვილმა აი ამ კრიმინალმა და ხისტავმა ამ სიტყვის სრული ვაგები და ამათ პულტი უკავიათ, კანონებს იღებენ და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას საზღვრავენ. აი ეგ არის უბედურება, ხალხო. ტერორისტი რო ჩაიგდებს ძევლებს ხელში და აწვალებს და აწამებს, აი ამ სიტუაციაში ვართ. აგერ 74 მილიონი მიიღო მოგება ობოლაშვილმა. აი ამ წამლების ვაჭრობით და ამის გარდა არ დააფიქსირა შემოსავალი სამშენებლო ბიზნესიდან არაბებისთვის აშენებს ეგაც კორპუსებს. Well house development ქვია. გაასაიდუმლოა შემოსავალი, იქაც იქნება 10 მილიონი, ხო? ბეჟან წაქაძე, ეს მაფიოზა, ის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბრტყელი სიტყვებით რო გამოდის ამერიკის და ევროპის წინამდე და გვიმტკიცებს იქ რა საშინელი ცხოვრება და რა სამოთხეში ვართ. მილიონერი 17 სამშენებლო კომპანია წაქაძეს გაუფორმებია თავის შვილზე. და აშენებს არაბებისა და მთელი აზიისათვის ასევე კორპუსებს და ბინებს, რომ ქართული მიწა მალე სხვა ხალხის ხელში დარჩეს. და ამის ხელშია საკანონმდებლო პულტი. აგერ ილია ინჯია, ეს ინჯიები, მამაშვილი ცნობილი, ეს მამა ინჯია ჩვენთანაც იყო მოგეხსენება 20 წლის უკან, შევარდნაძეს დაუპირისპირდა ვითომ ამის გამო ვიფიქრეთ გამოიყენოს მეთქი, მაგრამ ჩვენ კი ვერ გამოიყენეთ, მოხპარა ფული საარჩევნო, წაიღო და 20 წელი არ აბრუნებს ეს ბანდიტი. და ორივე მამაშვილი მოსკოვის დავალებით უთხრიან საქართველოს ძირს და მილიარდებს ინარჩუნებენ. ამათია ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, ეს არის უზარმაზარი ტრანსკონტინენტალური ხაზი და მთელი შემოსავალი მათია და აგერ ესე რა რწანიში აშენებენ 28 სართულიან შენობას. მათ შორის სასტუმროც იქნება და არაბებისათვის რეზიდენცია და აპარტამენტებიც. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორი ოქრო საბადოა ამ ნაზირალას კამჩატკაზე პუტინის მიერ ნაჩუქარი. და თანაც ნახეთ კონტრაქტი, რა წერია ოქრო საბადოების კონტრაქტში. არ მარტო მოპოვების უფლება გააჩნია, არამედ დამუშავების, პროდუქციის დამზადების და დაზოდირების, აი ზოდები რო გააკეთოს ოქროსი, აი. ესენი ციხეში არ უნდა იჯდნენ ხალხო. ესენი შეიძლება პარლამენტში იყვნენ და პოლიტიკას გვისაზღვრავდნენ და კიდე კარგად ვართ, იმიტომ რომ ერთი უფარავს ინგა. აგერ ბარვენაშვილი ვიღაცა მოუთრევიათ, ბარვენაშვილი პარლამენტის წევრია ხალხო. კრიპტო მაფიოზა 12 კომპანია აქვს დარეგისტრირებული და უცვალავი მილიონები აქვს იმ დონის რომ ვერც გაბედა ჩაწერა დეკლარაციაში. აგერ შოგოვაძე ორი დიდი ყბა საქართველოს ბიუჯეტი ყბებში რო აქვს მოქცეული ის რაღაცა ცხოველია საჭმელს რო იმაში აგროვებს ყბებში 21 კომპანია აქვს ხალხო.
21 კომპანია ხალხო სამშენებლოდან დაწყებულია, აგრობიზნესი, სატრანსპორტო და ეს ორი წიგნი რო არ წაუკითხავს, უნივერსიტეტის ქონია მართლა ვიზიარები ბავშვების პრობლემებს და მწუხარებას, რომლებიც მის უნივერსიტეტში სწავლობენ. რაღაც კავკასია თუ რაღაცა ქვია ამერიკა-კავკასიის უნივერსიტეტი. დიახ. ხო, და ახლა არიან პარლამენტში 87 დეპუტატიდან 40-ზე მეტი მილიონერი ოფიციალური. დანარჩენებიც მილიონერებია, მაგრამ არ აღიარებენ. ერთ-ერთი ასეთი აუღიარებელი მილიონერი გახლავთ ზარქუა, აი სამარცხვინო. ზარქუაც მილიონერია? დიახ, აი ეს სამარცხვინო სამეგრელოში კარგი სიტყვა, ძალიან ზარღვიანი ქართველური ენების ოჯახი ეს, ონჯღორე, სამარცხვინო, აი ონჯღორე მარგალი, ხო? დიახ. აი ამ ზარქუა სოლის ძმამ, ფეხბურთელმა, კრილია საავტოში თამაშობდა, ამის სულაშვილმა 94 მილიონი დაითრია ტენდერებით ბაღების და სკოლების აშენებლად და როგორც კახეთში იტყვიან ვირის ფეხები. არც ბაღები აშენდა, არც სკოლები, ეს ფული ჩაიჯიბეს და ამიტომ არის რომ ეს არსება გამოდის და ყველა სიბინძურეს კადრულობს, ყველაფერს იტყვის დაწყებული იმით რომ სენატორები ამერიკაში გათახსირებულები არიან, პირდაპირ ეს სიტყვა განაცხადა და ამიტომ არ მოდის არც ინვესტიცია უცხოეთიდან რო უკურცი ბანდიტ რუხაძეს. და აქ შიგნით მისი სალაპარაკო ტერმინები ალბათ ისტორიაში შევა როგორც დაუშვებელი და მიუღებელი. ეხლა ეს ვინც ოფიციალურად შანს ინგა და ვითომ ზრუნავს და ტირის მაღალ ფასებზე პროდუქტების, აი სუფთა ნიანგის სრემლები შეიძლება უფრო გულსრფელი იყოს, იმიტომ რომ ნიანგს მართლა უყვარს ის ხორცი, რომელსაც ჭამს. და ამათ ქვეყანაც ეიზღებათ, ხალხიც ეიზღებათ, თავისთავი უყვართ თავენთი ოჯახები და თავენთი ჯებები მარტო. არის მეორე კატეგორია, მაბატე ენგაბარე მორჩები ამას, რომლებიც არ ჩანა პარლამენტში და მთავრობაში, არავითარი თანამდებობა არ უკავიათ, მაგრამ ქვეყანას ზარცვავენ არანაკლებ. ესეთები არიან ძმები პაპაშვილები, ძმები გილაურები, ძმები ბეჟუაშვილები, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაში ერენ და სხვადასხვა ამათ პარტიაში ერენ და სხვადასხვა ამათ პარტია არ აქვთ, იცვლიან იმ პარტიებს, რაც ჭირდებათ. აგერ თეგედა მოტორსი კოხოძე, რომელიც ყოფილი ნაცი იყო, ეხლა გაკოცდა, აი ამ კოხოძემ მთა საირმეში, მთა დიდი მთა მიისაკუთრა, 14000 ჰექტარი დაამატა ამ მთას. საირმეც მიისაკუთრა და გლეხები და მწყემსები გაყარა იმ მთიდან და რაღაცა შემოღობა და რაღაცა ჩალიჩობს და ამის თეგედა მოტორში რომ მიხვალ ერთი ჭანჭის გამოცვლაში 500 ლარს მოგთხოვენ, ხოლო რომ გაივლი წეროვანის მიმართულები და დაინახავ მთელი მსოფლიო ავტოწარმოების გამოფენას დეტროიტში გეგონება თავი. ეს არის მისი საკუთრება და რუსეთში სანქცირებულ რუსეთში აწარმოებს შემოვლითი გზებით ამ ტექნიკის მიწოდებას. არა მარტო მანქანები, არამედ ბულდოზერები, ტრაქტორები და ის რაც რუსეთის ეკონომიკას ძალიან სერიოზულად ჭირდება, მაგრამ სანქცირებულია. აი ახლა ამ ბანდის ხელში ხალხო აღარ ჩამოთვლი ხარ იმ ჩხარტიშვილებს და იმ დანარჩენებს, ნუ დაახლოებით არის 500 პერსონა, 500 ოჯახი, რომელიც უნდა მოვიცილოთ, მეგობრებო. ესენი თუ არ მოვიცილეთ, მარტო ივანიშვილი მოცილება არ მოგცემ შედეგს, იმიტომ რომ იქიდან აღმოცენდება, აი როგორც იმ ზღაპარში რო კლავს ზღაპრული დევგმირი იმ დევს და ის დევი ეტყვის, რომ აი ჩემი თვალიდან ერთი ჭია ამოვა და იმ ჭიას მაინც ნუ მოკლავო. და კიო, რაზვე ახლა გამოიჩენს ჰუმანურობას და ის ჭია უცბად გადაიქცევა დევად. და მზეჭაბუქს უკვე წაერთმევა საშუალება მეორე დევიც მოკლას და დაამთავრებს ბრძოლას. ამიტომ სისტემა უნდა შევცვალოთ, მდიდრებსა აქვთ, ქვეყანა ხელში ჩაგდებული ყაჩაღების ხროვას, კრიმინალებსა აქვთ. დიდარი შეიძლება იყოს ნორმალური და სახელმწიფოებრივი და ნუ შეიძლება გამოდგეს იშვიათ შემთხვევებში რაღაცა პოლიტიკურ ასპექტებში, მაგრამ არა სახელმწიფოს ხელმძღვანელად, არა კანონის მიმღებად, არა ეკონომიკური პრინციპების დამდგენა და ფასების გამსაზღვრელად. ეს დაუშვებელია, ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, მეგობრებო, სავსე ამერიკა ბილ გეიტსებით, მასკებით, იმით რა ქვია, როკფელერებით, როტშილდებით, მორგანებით, ვინმეს უყრია კენჭი ან სენატში, ან კონგრესში, ან პრეზიდენტად. გამორიცხულია, ის გაყოფილია ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიყოს და ამის გარდა მეგობრებო, ისტორიაში მე მახსენდება ერთადერთი შემთხვევა, როცა დიდრები მართავდნენ სახელმწიფოს და კრახი დამთავრდა ეს სახელმწიფოს არსებობა, ეს გახლდათ კართაგენი, რომელსაც ჰყავდა 300 კაციანი სენატი, სენატორები ირჩეოდნენ სიმდიდრის მიხედვით, ვინ მდიდარი იყო, ის ეჯდებოდნენ კანონმდებლებად და რომის იმპერიასთან ომში რომის სენატორებს ირჩევდა არა სიმდიდრის მიხედვით, არამედ ცისერონობის მიხედვით.
და იყო პატარა აპენინის კუნძულზე იყო მაშინ რომის რესპუბლიკა და ეს კართაგენი იყო მთელი აფრიკის იმაზე გაყოლებაზე ხმელთაშუა ზღვის და პლუს ამას სარდინია, სიცილიაც კართაგენის იყო და ნახევარი ესპანეთი და დამარცხდა სამარცხინოთ იმის გამო, რომ მას მდიდარი კრიმინალები მართავდნენ და მათ ფეხებზე ეკიდათ სახელმწიფოს ბედი და გაიმარჯვა აიმ პატარა აპენინის რესპუბლიკამ, რომელსაც მართავდნენ ხალხის მიერ არჩეული სენატორები და იქვე იყო ორი კონსული, ერთ კონსულსაც არ ენდობოდნენ, რომ არ გამხდარიყო დიქტატორი და ორი ერთმანეთს აკონტროლებდა, როგორ ზუსტად იყო მოწყობილი მოდელი და აიმისგან შეიქმნა მე უზარმაზარი რომის იმპერია და იმისი გაგრძელება ევროკავშირი, იმისი გაგრძელება ის კორპუსიურის ცივილის სამოქალაქო კოდექსი, იმისი გაგრძელება ხელისუფლების დაყოფის პრინციპები, რა პრინციპები და რა მოდელების ჩვენთან ყველაფერი არეული, დამარხული და გასტუმრებული იქნა და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავაბრუნოთ, ეს დაბრუნდება, როცა აი ამ ბანდას მოვიცილებთ და მათ აუცილებლად მოვიცილებთ. იცოდეთ, ერთ ჩვენ ერთ დილით გავიღვიძებთ და მათი ნასახი არ იქნება და ჩვენი გადასაყვანი იქნებიან საგამოძიებო იზოლატორში. დიდი მადლობა ბატონო შალვა. მაინც რას ელოდებით რა ეწერება ამ დასკვნაში? ამ დასკვნაში ეწერება მორიგი 150 ფაბრიკა ქარხნის გახსნის დაპირების მსგავსი მოწოდებები, უფასო ფულის გაგრძელება, ანუ ივანიშვილის ტრიუკიზმის მორიგი ეტაპი, გადასახადების განახევრება, რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია ფასების გაზრდა, მაგრამ არავით არის ღონისძიებები და რაც მთავარია, ამ დასკვნის შემდეგ ფასები კიდევ მეტად მოიმატებს და ზომებიც უკვე მიღებული აქვს, რომ თვითონ არაფერი არ იზარალონ. ამიტომ აიღეს და გუშინ უკვე დაიწყეს აკრძალვა თხევადი გაზის პუნქტების თბილისში, რომლითაც 170,000 ავტომანქანა სარგებლობს დედაქალაქში იაფია. დაიწყეს მისი დახურვა, რათა ხალხი მიაწყდეს დაძვირებულ ბენზინს ივანიშვილის, ფაკაზის, ენუქიძის ავტოგასამართ სადგურებზე და ეს ყველაფერი დაასაბუთეს იმით, რომ ჰორმუზის სრუტეში კრიზისია ამ დროს ჩვენს ბენზინს არავითარი კავშირი არ აქვს. ინგა შეიძლება უფრო მეტი კავშირი ქონდეს ბეტა-ჰეიზის ვარსკვლავთან, იმიტომ რომ მისი გამოსხივება რენტგენებში აქ იჭერს რადარები მაგას. არავითარი კავშირი ჩვენთან ნავთობპროდუქტებს ხალხო არ დაიჭეროთ, არ აქვს ჰორმუზის სრუტესთან, ჩვენთან ბენზინი ნავთობი შემოდის მოსკოვიდან, რუსეთიდან 40%, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ცოტა ბულგარეთიდან და რუმინეთიდან. არავითარი კავშირი არ აქვს და გარდა ამისა ეს არგუმენტიც გამოეცლებათ დღეის შემდეგ, რადგან საუდის არაბეთი გავიდა ოპეკადან, ოპეკის ორგანიზაციიდან, რომელიც ზღუდავდა ნავთობის მოპოვებას, მოგეხსენებათ კვოტებია და თუ 3 მილიონ ბარელს იღებდა დღეღამეში საუდის არაბეთი, ეხლა გაზარდა 5 მილიონ ბარელამდე, რითაც რუსეთსაც ჩაარტყა იმ იმედებში, რომ დაძვირებული ნავთობით პუტინის სამხედრო მანქანა აღდგებოდა და ამათი არგუმენტაციაც, რომ ბენზინი ძვირდება მსოფლიო არენაზე და იმიტომ გახდა საჭირო 4 და 5 ლარი დიზელში, ესაც ჩავარდნილია და ნუ ხარ დაიღლებით აი ამ კრიმინალური განცხადებებით, რომლებიც მე საბრალებო დასკვნებად დაგედებათ სასამართლო პროცესებზე, ამაში ღრმად იყავით დარწმუნებული და მე მინდა რომ ჩვენი ხალხი იყოს გულიანად, თამამად ერთ დღეს კარგია სანქცირება მსოფლიო, ჩვენ გვერდით არის ამერიკაც, ევროპაც, ამათი დღეები, წუთები, წამები დათვლილია, მაგრამ მოემზადოთ იმისათვის, რომ ერთ დღეს შეიძლება ჩვენ დაგჭირდეს შეკრება მთელ საქართველოს და იმ საზეიმო ვითარებაში ამათი გასტუმრება და ციხეში გადაყვანა. ამისათვის მზად ვიყოთ მეგობრებო. დიდი მადლობა. მსგავსი მოწოდებებისთვის ციხეში შედან ადამიანები და ფრთხილად იყავით. ხო, აი ციხეში ვარ ჩაჯდეს პოლიტიკოსი, ამისათვის საჭიროა რომ აი ამ სიბინძურესთან არც ერთ ეტაპზე თავისი მოღვაწეობისა არ ქონდეს ფინანსური ურთიერთობა. ამან აიღო და დაიჭირა ყველა ის, ვისაც ოდესმე აფინანსებდა, ან მიმდინარე ეტაპზე აფინანსებდა და ეს ეშმაკი ამ სიტყვის სრული გაგებით არასოდეს არ პატიობს ერთ ცენტსაც კი, თუ ვინმეს მისცა და იმ ვინმე მერე წინააღმდეგობა გაუწია. აი ეს უნდა კარგად შეისწავლოს ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი წარმატებას გისურვებთ. შეგიძლიათ გაბრძანდეთ ბატონო შალვა ნათელაშვილს უსმენდით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს.